de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 223 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. გადაცემას დავიწყებ ეპოქალური ამბით. კოცებმა ნეიტრალური სახელმწიფოც კი გადარიეს. საქართველოში შვეიცარიის საელჩოს Facebook გვერდმა საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი დაპოსტა და კოცებს შეახსენა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის. კიდევ ერთი დეტალი ისაა, რომ პოსტი წითელი ასოებითაა დაწერილი. შვეიცარია, ბიჭო, ნეიტრალური სახელმწიფო გააგიჟეს. ამის იქით რავი, ვიღამ უნდა გითხრათ, წესიერად მოიქეცითო. ჩემი აზრით, რაღაც მომენტში კოცები შეძლებენ კართაგენის გაგვაკრიტიკონ. და მე პაპუაშვილი გამოვა და უპასუხებს, რომ ყველამ თავის დაანგრეულ სახელმწიფოს მიიღება. თუმცა მანამდე ველოდებით რას უპასუხებენ შვეიცარიას. რამდენიმე ვერსია მაქვს. პაპუაშვილი გამოვა და იტყვის, რომ შვეიცარიამ ჟოს ბიძინას ფული დაუბრუნოს და მერე წეროს პოსტები Facebook-ს. ან იტყვის, რომ შვეიცარია დაშორდა ნეიტრალიტეტს. და ეს ის ნეიტრალიტეტი აღარ არის, რომელიც შვეიცარიაში მოგვწონდა. ამ პირდაპირ Deep State და მისი ჯანი, რავი. ბიძინამ თავის მაყუცე დავა ბოლო ინსტანციაშიც მოიგო, ლონდონში. ულოცავ ბიძინას და მალე ჩვენს გაგვეგოს დამოუკიდებელი სასამართლოს გემო. თქვენი წყალი გადმოგვესხას ბატონო ბიძი. შვეიცარიის ამბავს თუ არ ჩავთვლით, სხვა მხრივ საკმაოდ მოსაწყენი კვირა იყო. კოცებმა ვერაფრით გაგვაკვირვეს. ვერც ვერანაირი განცხადება გააკეთეს, რითაც ჩვენს ყურადღებას მიიქცევ და ვერც ვერაფერი მოიმოქმედეს. აი მაგალითად, თითო სამხარაძე ევროკავშირის ელჩზე. უკრაინა გვისწრებს, გამოეთრია ახლა პავლიკა ჰერჩინსკი და საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადე. წერდა სამხარაძე. რავი, სანამ ეს განცხადება წავიკითხე, რამდენჯერმე დავამტკნარე. არაფერი ახალი, არაფერი კრეატიული, სტანდარტული დიტო სამხარაძე. ჩვეულებრივი დიტო, ყოველდღიური. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი რო ამბობდა, რომ ერთ შემთხვევას ვერ მეტყვითო ევროპელ დიპლომატებზე თავდასხმისო, ხო გახსოვთ? თუმცა მაკამ ეს რო თქვა, მაშინ ჯერ არ ქონდა დიტოს ეს დაპოსტილი. ან მაკას არ ყავს მეგობრებში და ვერ კითხულობს, არ ვიცი. კიდევ ერთი ძალიან ჩვეულებრივი და მოსალოდნელი რაც მოხდა, ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა იყო. პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი. მე თუ მკითხავთ, საერთოდ გასაუქმებელია მეორე და მესამე მოსმენების წესი. ერთხელ მოისმინე დააჭერე თითი რა თუ მეორე მე 10 მოსმენა გადაყევით ბარემთან. განვაგრძობ უინტერესო ამბების მოყოლას. სექტემბერში ქართულ ოცნებას 124 პირმა 4.100.000 ლარი შეწირა. რავი, მე მეცველოდი. მაგრამ მე მეკითხავ, თავარია ბიძინა მეცელოდა, ნაკლებს ელოდა. მიმდინარე კვირაში ყობახიძე იყო მისული პარლამენტში და რაღაცები ილაპარაკა. ერთ-ერთი საკითხი იყო არაბული ინვესტიცია საქართველოში, თუ რაღაც ეს არაბების ქალაქი. 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის დეტალები კაცრად არის გასაიდუმლოებული. ანუ არაფერს არ ამბობენ. კოცები გვარწმუნებენ, რომ გვენდეთო, მაგარი რაღაცაო, ხო და უნდა ვენდოთ, აბა რა უნდა ვქნა. რავი, რამე ისეთი გახსენდებათ, რის გამოც კოცების ნდობა არ შეიძლება. თუ გახსენდებათ, დაგვიწერეთ კომენტარებში თუნდაც ერთი შემთხვევა.
ჩვენ პირობას გაძლევს რამდენი 1000 კომენტარიც არ უნდა იყოს, ყველას წავიკითხავ. ამ თემაზე საუბრისას კობახიძემ ისეთი ხუმრობა თქვა, რომ უკეთეს ჩვენ ვერც მოვიფიქრებდით. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით. თქვა ირაკლი. ანუ მთელი ქვეყანა ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება გვაჩვენონ და ესენი მალავენ და ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. რავი, კოცები 2 წელია გახკივია გამჭვირვალობა და კანონებიც მიიღეს და ყველა უცხოეთიდან შემოსულ ევროს და დოლარს აკონტროლებენ. ნუ იმ 600 მილიონ გათეთრებულ დოლარს თუ არ ჩაუთვლით რა. იმ კაცმა ვიღაც კაცმა რო შემოიტანა და გაათეთრა რა. და თვითონ 6 მილიარდ ნახევრიან ხელშეკრულებას მალავენ ბიჭო. ქვეყანაში ფაქტობრივად მეორე ბიძინა შემოდის. და არ ვიცით. ვკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს, რატომ მალავენ ხელშეკრულების დეტალებს და არ დამზარდა მიპასუხა ჯიგრულად. თუ ერთი კონტრაქტის ყველა დეტალი გახდება საჯარო, სხვა კომპანიები მოითხოვენ იმავე პირობებს და შეღავათებს. ამ ტიპის ხელშეკრულებები თითქმის ყოველთვის შეიცავს მიწის გამოყენების გრძელვადიან უფლებებს. ანუ ხელოვნური ინტელექტის აზრით, სხვა კომპანიებსაც რო არ მოუნდათ იგივენაირად გულაობა, მაგითო არ არის საჯარო. ანუ ამათ აგულავებენ. არ მინდოდა ამ სევდიან ნოთზე დამშვიდობებოდი და რამდენიმე ხუმრობის დაწერაც ვთხოვე ხელოვნურ ინტელექტს ამ საკითხზე. მაშასე ChatGPT-ის ხუმრობები გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებაა. პირველი არის ასეთი. საქართველოში 6 მილიარდ ნახევრიან ხელშეკრულებას რომ წაიკითხავ, შიგნით წერია, იხილავთ როცა აშენდება. მეორე ხუმრობა ასეთია. Eagle Hills-ის ხელშეკრულება იმდენად საიდუმლოა, რომ ბოლოს ინვესტორი თავადაც გუკითხავს, აბა რას მოვაწერე ხელი? რაღაცები არაბებმაც არ იციან რა. და მესამე ასეთია. ხელშეკრულება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მისი წაკითხვა მხოლოდ სპეციალურ ოთახში შეიძლება. ეს სამი ამოვარჩიეთ. რავი, ჩემი აზრით ნორმალური ხუმრობებია. სამთავრობო იუმორისტებზე უკეთესად უკვე ხუმრობს ხელოვნური ინტელექტი. დღევანდელი ეპიზოდი ნოემბრის ბოლო გადაცემაა, რაც ნიშნავს, რომ გთავაზობთ ნოემბრის ტოპ 5 განცხადებას. იყო დიდი კონკურენცია, თუმცა ძველი სკოლა თავის აშვება. გამოცდილების და კლასის ხარჯზე ვიღაცებმა დაჩაგრეს კონკურენტები. მაშასე, ირაკლი კობახიძე არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ამისთვის მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი დღით ჩამოსვლა და საკუთარი თვალით ხილვა, რა ხდება ქვეყანაში. დაჯექით ირაკლი, ორიანი უნდა გეთქვა ერთი კვირით ჩამოსვლა, რადგან ერთ დღეში შეუძლებელია ნახო ის აღშენებლობა და ის მასშტაბები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ერთი დღე თუ საკმარისია იმის სანახავად, თუ რამდენი რამეა გაკეთებული, ესე იგი შეასრულელია ხელისუფლება. ასე დეტალები არ უნდა გაგეპაროთ. ამიტომ მე-5 ადგილი იყო ეს. მე-4 ადგილი. შალვა პაპუაშვილი. გავაწლები და ადამიანების ამ ჯგუფს გავიხსენებთ იმ მწარე ირონიით, თუ როგორ მოხდა ადამიანების გარკვეული ჯგუფის ზომბირება და ტვინის გამორეცხვა სიყალბით და ეს სიყალბე ევროკავშირის დროშით როგორ მოძრაობდა თბილისის ქუჩებში. ძალიან პოეტური იყო შალვა. მაგრამ ჩვენ პოეტური პარლამენტის თავმჯდომარეები არ გვიკვირს. არჩილ თავაკვაძის ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარეს მეტი პოეტურობა მოეთხოვება. ამიტომ მხოლოდ მე-4 ადგილი. მე-3 ადგილი. თორნიკე ფაღავა. ჩვენ კოცი დეპუტატია. ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდა დასავლური მსჯელობა. გნებავთ შიდა დასავლური კრიტიკა. ეს ბიჭი დაიმახსოვრეთ.
ეს ბიჭი დაიმახსოვრეთ, ეწამე დიდი მომავალი არა აქვს. ეხა ყველა მამუკა მდინარაძე ვერ იქნება. მაგრამ, მინისტრის მოადგილეობას გაკაჭავს. მეორე ადგილი მამუკა მდინარაძე. მამუკას არაფერი უთქვამ საერთოდ, მაგრამ ჩვენ საპატიო მეორე ადგილი. მაინც შემოვნახეთ. ნოემბერში მეორე ადგილზე გავიდა დინარაძის დუმილი. და პირველი ადგილი მიხეილ ყაველაშვილი. მე ლეგიტიმური ვარ. სანამ დაიგინებს ეს კაცი, ვისაც მე ლეგიტიმური არ გონივარო, გავიყვანოთ პირველზე. რავი, ეს არის პრევენციული პირველი ადგილი. დამშვიდით მიხეილ. აი თქვენ პირველი ადგილი. და ოსკარი, ჩვენი ახალი ტრადიცია. ნოემბრის თვეში ოსკარი გადაეცემა ვლადიმერ ბოჟაძეს. ოცნების დეპუტატსა და შეთავსებით სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტს. რომელმაც ქართველ ემიგრანტებზე განაცხადა, საარჩევნო ხმის გამოყენების უფლება შეიძლება იყოს მიზეზი და საშუალება, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. ბრავო. არა ბოჟაძე იმხელა ფიგურა, რომ ოსკარი მიგვეცა, მაგრამ დაიმსახურა. ხმის უფლების წართვების გამო შესაძლოა ადამიანები დაუბრუნდნენო სამშობლოსო ბიჭო. ძალიან კაია, ჩემი აზრით, რა. სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ბოჟაძე უკვე გადაიზარდა. მინიმუმ კარტინგებში უკვე შეგვიძლია გადავიდეთ. რამე მოტორიზებულ სახეობას შეგვიძლია უკვე. ვანდოს. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. ჯერ კოკაკოლა მოვსვათ, კოკაკოლა არ ღირსოს სტივ ვიტკოფს. დღევანდელი ეპიზოდის მთავარი თემა ვიტკოფგეითი. ვიტკოფგეითი არის ნეოლოგიზმი, რომელიც წარმოადგენს ალუზიას უოთერგეითის სკანდალთან. რასად როდის შეკითხვის ფორმულირებასავით კი გამოვიდა, მაგრამ ეგრეა. 1972 წელს ამერიკაში მოხდა პოლიტიკური სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო უოთერგეითის ოფისთან. მას შემდეგ რამე პოლიტიკური სკანდალი თუ ხდება, ყველაფერს არქმევენ რაღაცა გეითს. ანუ ვიღებთ სკანდალში ფიგურანტი ადამიანის გვარს, ვამატებთ გეითს და გასაგები ხდება ყველაფერი. ბატონი ვიტკოფი გამოიჭირეს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში. შესაბამისად, ამბავს დაერქვა ვიტკოფგეითი. უოთერგეითის გამო მაშინ ამერიკის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გადადგა. ვიტკოფგეითის გამო პრეზიდენტი კი არა, ალბათ თვითონ ვიტკოფიც არ გადადგება, რავი. ალბათ, იმიტომ რომ სოფლიოში დემოკრატიას სერიოზული კრიზისი აქვს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების ტრადიცია ნელ-ნელა კვდება. გახსოვთ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რის გამო გადადგა? შეცდომით მექანიკურად სამსახურის მეილის ნაცვლად პირადი მეილი გამოიყენა ოფიციალურ მიმოწერაში. პასუხისმგებლობის ეგ ხარისხი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არის შემორჩენილი. ამერიკაშიც კი ამხელა სკანდალის ფონზე ერთი კაციც კი არ გადამდგარა. ადგება ეხლა კოცი და გეტყვისო, დემოკრატიის შუქურა ამერიკაში არავინ არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას და მე რას ვმთხო? კოცი ხო ყველასგან საუკეთესოს იღებს. გაიგეთ? ტრამპისგან მოსწონთ უპასუხისმგებლობა, უხეშობა. ირლანდიისგან მოსწონთ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა. საფრანგეთისგან მოსწონთ აქციების ცემატყებით დაშლის შემთხვევები. ბრიტანეთისგან მოსწონთ ევროკავშირისგან გასვლა და ასე შემდეგ. ანუ ამ ქვეყნებისგან კაის კი არაფერს არ წამოიღებენ. 1000 სიკეთეში ერთ ნაკლს მოუძებნიან, უპოვნიან თითოეულს და აქ დანერგავენ აიმას ზუსტად. ირლანდიაში ემიგრანტებს არ აქვთ ხმის მიცემის უფლებაო. ირლანდიაში მარტო ეგ რომ მოგეწონება. ხო ხარ ბოროტი და ბრიყვი ერთდროულად.
კოცებო, იცით რა საერთო აქვს Google-ს, Apple-ს, Amazon-ს, Facebook-ს და კიდევ ბევრ მონსტრ კომპანიას? ევროპის სათაო ოფისები ყველას აქვს ირლანდიაში. ირლანდიამ იმუშავა და მსოფლიოს ტოპ კომპანიები მოიზიდა და ეკონომიკური სასწაული მოახდინეს. ერთ თაობაში გამდიდრდა ქვეყანა. მიგებაძა დამაში. არა, ემიგრანტები რო არჩევნებში არ მონაწილეობენ, ეგ ყოფილა საუკეთესო ირლანდიაში. სომხეთმა შეძლო და Nvidia ახორციელებს ინვესტიციებს სომხეთში. ირლანდიას რას ედრებიო, რო არ თქვათ, დაუბრუნდეთ ვიტკოფ გეიტს. როგორც აღმოჩნდა, რომელიღაც კარგი სახელმწიფო უსმენდა ვიტკოფისა და რუსების საუბრებს. შემდეგ ამ ქვეყანამ ვიტკოფის და უშაკოვის საუბრის ჩანაწერი მიაწოდა Bloomberg-ს და Bloomberg-მა გამოაქვეყნა ყველაფერი. Bloomberg-ზე რო წაიკითხო ეს, უნდა გამოიწერო Bloomberg-ი და $2 გადაიხადო პირველი თვე. აი, ეს არის დამპალი კაპიტალიზმი. ასე დროს მეც მემარცხენე ვხდები ხოლმე. ბიჭო, ხალხმა იწვალა, ფარული ჩანაწერები გააკეთეს, მოგაწოდეს შენ, რათა მთელ მსოფლიოს გააგებინო. წამაკითხე რა უფასოდ, რა შემთხვევით. ჩვენ და Bloomberg-ს პარტნიორული ურთიერთობაც ქონია ადრე, ამიტომ ფორმულას მაყურებელს უფასოდ მოგიყვებით ახლა ყველაფერს. ასევე ჩვენ პარტნიორებს ურჩევთ, რომ კონკრეტული სტატია გახადოთ უფასო. რავი, ხალხი შექსპირს აღარ კითხულობს, ბიჭო, უიტკოფის ბოდიალში ფულს ვინ გადაიხდა. მოკლედ, რა არის ამ ჩანაწერში მთავარი? ვიტკოფი ურჩევს რუსებს, როგორ მიუდგნენ ტრამპს, როგორ შეიფუთოს ეს ვითომ სამშვიდობო შეთანხმება და ასე შემდეგ. მაგალითად, ვიტკოფი ეუბნება უშაკოვს, პარასკევს ზელენსკი მოდის თეთრსახში და კარგი იქნება თუ დაასწრებთო. ზელენსკის მოსვლამდე დარეკეთ და ელაპარაკეთო ტრამპს. ვიტკოფი უნდა წარმოადგენდეს ამერიკას, რომელიც უკრაინის პარტნიორია. ყოველ შემთხვევაში ბაიდენის დროს ეგრე იყო. ვიტკოფი უნდა იცავდეს ამერიკის და უკრაინის ინტერესებს. ამ საუბრიდან კი ჩანს, რომ რუსეთის მრჩეველი უფროა, ვიდრე ამერიკის წარმომადგენელი. სტივ ვიტკოფის შესახებ არაფერი იყო გაბაზრებული ჯერ, როცა წინა გადაცემაში მასზე ვთქვი. ნახოთ ვიდეო. სტივ ვიტკოფი რუსული ფესვების მქონე ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც ყოველდღესაცემია. მინდა სრული პასუხისგებლობით გითხრათ, რომ არაფერი ვიცოდი ეს ჩანაწერი თუ გამოვარდებოდა. არც მოსმენაში მიმიღია მონაწილეობა. და მინდა იცოდეთ, რომ ჩემით მივხვდი, რომ ეგ კაცი რო საცემია. რავი, მე ტყუილად არავის არ ვიღებ მიზანში. ერთი ადამიანი დამისახელებ ამ 7 წლის განმავლობაში, რო ვაკრიტიკებდი და კაი კაცი აღმოჩნდა. აი ერთი. ვიტკოფისა და უშაკოვის ჩანაწერი უნდა განვიხილოთ კონტექსტში. კონტექსტის ახმა რომ გაგვიადვილდეს, Bloomberg-ი აქვეყნებს სხვა ჩანაწერსაც. რუსების შიდა საუბრებიც გვაქვს. უშაკოვის და დმიტრიევის საუბარიც გამოაქვეყნა Bloomberg-მა. ციტირებ. უშაკოვი: "ალო, დმიტრიევი, იური ვიქტოროვიჩ, უშაკოვი: დიახ, კირილ ალექსანდროვიჩ." ანუ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი აფერია, უბრალოდ მიდოდა მეჩვენებინა, რომ ეს 2025 წელსაც ბამის სახელებით მივარდა. ახლა მნიშვნელოვანი ნაწილი. დმიტრიევი ეუბნება უშაკოვს. ნახეთ, მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ქაღალდი ჩვენი პოზიციიდან დავწეროთ და უბრალოდ არაფორმალურად გადავცემ. ასევე განუმარტავ, რომ ეს არაფორმალურია, ხოლო მათ შეიძლება ისე გადააკეთონ, თითქოს მათი შექმნილია. თუმცა, ვფიქრობ, ისინი ჩვენს ვერსიას სრულად არ აიღებენ, მაგრამ ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი ეს ძალიან ახლოს იქნება ჩვენს პოზიციებთან. აი, აქ იკვრება ფაზლი. პატარა სპეცოპერაცია ჩაატარეს რუსებმა, დაწერეს თავისი გეგმა, ვიტკოფმა ეს შეფუთა ისე თითქოს მან და რუსებმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს, რუსებმა ვითომ რაღაცები დათმეს და ტრამპს მიაწოდეს, როგორც ამერიკულ-რუსული შეთანხმების პროექტი. აი, რუსეთი რაღაც დათმობებზე მოდის, ვიმუშავეთ და გეგმა დავდეთო. ნობელის პრემიის ხამმა ტრამპმაც არიქა მოაწერეთ ამას ხელი მადლიერების დღემდეო და კარტები არ აქვს ზელენსკისო, ეგეც დაამატა. მანამდე უკრაინაში კორუფციული სკანდალი გასკდა, სავარაუდოდ სპეციალურად ახლა რომ მოლაპარაკებებში სუსტი ყოფილიყო ზელენსკი.
რუსული გეგმა ასე ლაგდება, რომ კორუფციული სკანდალი შეარყევს ზელენსკის ავტორიტეტს, შიგნით უკრაინაში ირევა სიტუაცია, ამ ფონზე შემოდის ამერიკულ-უკრაინული მშვიდობის გეგმა. ტრამპი ზეწოლას ახდენს რეიტინგ შერყეულ ზელენსკიზე და ზელენსკიც აწერს ხელს შეთანხმებას. ვაღიარებ, რომ ძალიან კარგი გეგმაა. რუსებს, რასაც ვერ დაუკარგავ, დედამულობებს ისე გეგმავენ, ტაშის დაკვრა მოგინდება, რომ ამ ყველაფრის ანალიზის შემდეგ ერთი კაი დასკვნა კეთდება, ერთი ცუდი. ცუდი ისაა, რომ როგორც ჩანს, ტრამპი საერთოდ ვერ ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში. არ აქვს წარმოდგენა, როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. რა შეთანხმებასაც შეაპარებენ, ის იქნება კაი შეთანხმება. ოღონდ ხელი მოეწეროს და რას მოეწერება ხელი, მნიშვნელობა არ აქვს, კაიგე ნობელი უნდა. კარგი ისაა, რომ რადგან რუსეთი ამხელა ოპერაციას გეგმავს შეთანხმების მისაღწევად, ესე იგი ომის გაგრძელების დიდი რესურსი არც რუსეთს აქვს. რუსეთის გეგმა არასდროს ყოფილა რამდენიმე რეგიონის წაღება. ნებისმიერი სცენარი, რომელშიც უკრაინა რჩება სუვერენული, ძლიერი ჯარით და შედის ევროკავშირში, არის რუსეთის სტრატეგიული მარცხი. უკრაინა ტერიტორიების 100%-ით გააკეთებს ამას, 80%-ით თუ 70%-ით. სტრატეგიულად რუსეთისთვის მარცხია. დანარჩენი უკვე არის კომპენსაცია. უკრაინის რაც უფრო მეტი ტერიტორია შერჩება, მეტი უკეთესი კომპენსაცია იქნება რუსეთისთვის, მაგრამ არა გამარჯვება. დონბასის წაღება სტრატეგიული მარცხის კარგი კომპენსაცია იქნება და არა გამარჯვება. ფინეთის სცენარი რუსეთსაც არ აწყობს. რავი, შეხედეთ ფინეთს და შეხედეთ რუსეთს, რომელი გავს მოგებულს. ფინეთის სცენარს უკრაინა არ დათანხმდება, მაგრამ არც რუსეთი დათანხმდება. ეგ არის მთავარი პრობლემა, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის შეთანხმების მიღწევას. ფინეთივით კამფეთის სახელმწიფო თუ ააშენეს უკრაინელებმა, თუნდაც თავისი ტერიტორიის 80%-ზე, ხო ამოწყდნენ მოსკოვში ბოღმით. უკრაინა უნდა იყოს რუსეთის სატელიტი სახელმწიფო მინიმუმ და მაქსიმუმ რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირ. სხვა ყველა სცენარი რუსეთისთვის მიუღებელია. აი ამას ვერ ხვდებით კოცები და მაგიტო ვერ გაარტყით ვერც ერთხელ როდი სრულდება ომი. ერთი 4-ჯერ ხო იზეიმეთ უკვე. აი ტრამპი და დიდი ბიძები მოაწერინებენ ხელ ზელენსკის. და აი მახსოვრეთ, მინიმუმ კიდე 2-ჯერ იზეიმებთ თქვენ. მინიმუმს გეუბნებით. ერთი თქო უნდა მაქვს თქვენთან კიდე მართლა გულწრფელად. ყველაფერი მესმის, აბსოლუტურად ყველაფერს ხვდები კოცებო, რა გინდათ, რა мотиваცია გაქვთ. მარტო ეს ამიხსენეთ. უკრაინის კაპიტულაციას რატო გულშემატკივრო? ანუ მაგ შემთხვევაში რა გგონიათ, რა მოხდება? რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ამ დონეზე დარჩება და რუსეთი მეც აღარაფერს მოგთხოვთ? აი, 5 წელი შევინარჩუნებთ ფორმალურ დამოუკიდებლობას, 10 წელი შევინარჩუნებთ. პუტინს უკვე ნათქვამი აქვს, რომ არანაირი საქართველო არ არსებობს და ეს იყო ქუთაისის და თბილისის გუბერნიები რუსეთის შემადგენლობაში. ერთ დღეს ისევ რო იტყვის ამას, მე რას იზამთ? აი რას იზამთ? დაუმტკიცებთ, რომ ცდებიან? გელი და კრავის იგავი, გახსოვთ როგორ მთავრდება? დებატებს იგებს კრავი, გლის ყველა არგუმენტს აბათილებს. ბოლოს კამათში დამარცხებული მგელი ეუბნება, კაი, თვინუ გაბურღეო რა, შენ ჩაყრე ხარ რომ ნებავს, მიზეზად ისიც კმარაო და შეჭამს. ნუ პირდაპირ ასე აწერია, ხარზე მოიგდებს კრავს და ტყეში წაიყვანს, მაგრამ რავი, არ ამგონია რომ ფოტოს ესე ისთვის. სხვათა შორის რუსის დაწერილია ეზიგავი. აკაკი გვითარგმნა, უკეთ რო გაგვეგო. ხო და გაიგეთ რა მე? აი გავჩერდები დღეს, არ მინდა რომ დიდი მასალით გადავკვირთოთ. ჯერ ეს იგავი გქონდეს კარგი კითხვით. ახლა თავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როდესაც პესიმიზმი შემოგვაწვება, როცა ვიტყვით რომ პროტესტს აზრი არ აქვს, როცა ხელების ჩაქნევას გადავწყვეტ, გვახსოვდეს რომ პროტესტი არის ერთადერთი რამ, რაც დიქტატურის მთელი სიმძიმით ამოქმედებას უშლის ხელს. ფურცელზე უკვე გაქანებული დიქტატურა გვაქვს. ყველა ძირითადი კანონი დაწერილია. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ევროინტეგრაცია შეწყვეტილია, იზოლაციაში ვართ. ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დიქტატურა მთელი თავისი ბრწყინვალებით ვიგემოთ. რეჟიმს ხელს უშლის მხოლოდ
პროტესტი. როგორც კი პროტესტი დასრულდება, დიქტატურა წალეკავს ყველას და ყველაფერს. აი, ეს აზრი აქვს პროტესტს. ეს უნდა გვახსოვდეს, როცა გავიფიქრებთ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.